გამარჯობა, მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებლებს. დღეს კვირაა და ტრადიციულად 3 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე თქვენთვის მუშაობას იწყებს ლაშა დვალიშვილი გადაცემით ჩემპიონები. რასაკვირველია, თავშივე ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო რესპონდენტი გვეყოლება, რესპონდენტი, რომელიც არასოდეს არ იცილებს თავიდან კითხვებს, ყოველთვის პასუხობს გულწრფელად და შესაბამისად მისი მოსმენა ერთი სიამოვნებაა, გამომდინარე იქიდან, რომ თავის საქმის ძალიან მაგარი პროფესიონალია და ამას შედეგებიც ადასტურებს. თუმცა მასთან მექნება ბევრი კითხვა, მათ შორის რასაკვირველია იმის თაობაზე თუ თავად რატომ ვერ მიაღწია სპორტსმენობის დროს იმ წარმატებას, რასაც მიაღწია მწვრთნელობისას. მოკლედ, ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი იქნება ჩემი გადაცემის სტუმარი და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ გველის გარკვეული სიახლეები, რომელსაც მისგან შევიტყოთ, მის ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა რასაკვირველია, ერთ-ერთი უმთავრესი მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის ძიუდოისტთა გაწვრთნა გამომდინარე იქიდან, რომ ეს მას უაღრესად მაგრად გამოსდის და ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რასაც აღწევენ ქართველი ძიუდოისტები, სწორედ ლაშა გუჯეჯიანის მთავარი მწვრთნელობის პირობებში. ლაშა, მადლობა რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის. ამ ფორმატში მე და შენ ერთმანეთს არ შეხვედრივად და მოხარული ვარ რომ აქ ხარ, თუმცა უნდა ვთქვა ისიც რომ სურვილი ხშირად გქონია უბრალოდ ისეთი გრაფიკით ხარ ძიუდოისტები, რომ ძალიან რთულია შენი თბილისში გამოჭერა, მოდი ასე ვთქვა და მოხარული ვარ რომ მოკლედ აქ ხარ. მინდა დავიწყო შენთან საუბარი და დავიწყო 2026 წლით, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენთვის ეს იქნება და თქვენთვის განსაკუთრებით უაღრესად მნიშვნელოვანი წელი, ევროპის ჩემპიონატი და ამ მასშტაბის და რანგის ტურნირის მასპინძლობა საქართველოში. რა არის ეს ლაშა გუჯეჯიანისთვის ეს მოვლენა და ზოგადად ქართული ძიუდოსთვის? მოგესალმები და ძალიან მიხარია რომ შენთან ვარ ლაშა, იცი შენ ჩემი დამოკიდებულება პირადად ჩემს მიმართ. დიდი მადლობა. და იმ ყველა სპორტული მიმართულების მიმართ, რომელიც შეიძლება იყოს ნამდვილად სპორტული და სპორტულზე და სიყვარულზე დაფუძნებული. მოკლედ, რაც შეეხება კითხვას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ჩემპიონატი გვაქვს თბილისში გასამართი და ეს რა თქმა უნდა დიდ პასუხისმგებლობას მძენს პირადად მე და ვიაზრებ ამ ყველაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ რას ნიშნავს იმას, რომ სადღაც ჩვენ გქონდა შანსი რომ ჩაგვეტარებინა საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატი და ეს ერთ-ერთი ოცნება იყო ჩემი რომ საკუთარ კედლებში როგორც წესი სპორტსმენები თავის მაქსიმუმს ამჟღავნებენ იქ პუბლიკა იქ რაღაც პატრიოტული მოტივები და შემეძლო და რაღაცა ჩემ წარმოდგენაში რომ ის რაც სხვა აღონიზიებებზე საზღვარგარეთ მაკლდება რომ რაღაცა მუდმივად მხარდაჭერის ნაწილი ძალიან ბევრი მიმართულება ვფიქრობ რომ იმ სრული მოსავლის აღება შეიძლებოდა საქართველოში და ეს რა თქმა უნდა წარსულია ეხა უკვე მომავალში გვაქვს გასამართი ევროპის ჩემპიონატი და ვფიქრობ რომ შეიძლება მარტივად თუნდაც გულშემატკივრების ნაწილში ის ადამიანები გავახაროთ ვისაც არ აქვს საშუალება ესეთ დიდ არენაზე იხილონ ჩვენი ეს ბრწყინვალე სპორტსმენები, რომლებიც ანგრევენ ყველაფერს სხვადასხვა ღონისძიებებზე და შეჯიბრებებზე. ქართულ გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ ნახოს პირდაპირ იხილოს თავისი ის ვარსკვლავური გუნდი თბილისში. კი, ამის გარდა კიდევ ის რომ საკუთარ კედლებში ვფიქრობ, რომ უფრო მობილიზებული, უფრო სტაბილური და უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. შეგეძლო წარმოგედგინა, რომ ევროპის ჩემპიონატი გეჭიდაო საქართველოში? იცით, იყო, იმ დროსაც იყო საშუალება და ჩატარდა 2009 წელს, მაგრამ ბედის უკუღმართობას დავარქმევ, არაპროფესიონალიზმს ჩემი მხრიდან თუ რაც იყო, მე ავწდი მაგ ევროპის ჩემპიონატს, ჩემ და სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, რიგი მიზეზების გამო, არ დავიწყებ ახლა მიზეზებზე საუბარს, მაგრამ ჩატარდა 2009 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატი, სადაც ძალიან დიდი შანსი და ძალიან დიდი დამსახურება მქონდა რომ ეგ ევროპის ჩემპიონატი მიასპარეზა, მაგრამ სამწუხაროდ ესე მოხდა. იყო თუ არა ეს მაგალითად შენ სპორტულ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი? რა თქმა უნდა, ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში ის რომ შემდგომ უფრო მეტად გავიაზრე, როცა უკვე მე დაბრუნების შანსი აღარ მქონდა სპორტში, რომ რამდენად მნიშვნელოვანი რამე დავკარგე
პირად ასპარეზობაში, რამხელა პოტენციალი, რამხელა რესურსი, ან თუნდაც არ ულაპარაკობ იმაზე, რომ შეიძლება ან მედლები მომეპოვებინა, არა, უბრალოდ როგორც სპორტსმენი დამტკბარიყავი ძიუდოთი, მე ამის საშუალება მე თვითონ ჩემ თავს მოусპე, ისევ რიგი მიზეზების გამო და ალბათ იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა ის გონებაში ის არ გამიქრო, რომ სურვილი მქონოდა დაბრუნების ძიუდოში, ოღონდ არა როგორც სპორტსმენს, არამედ სხვა ნებისმიერი საშუალებით და ეს ნებისმიერი საშუალება აღმოჩნდა ჩემს კარიერაში, სამწვრთნელო კარიერა და ალბათ 10 ჯერ დავიბადო და ყოველ დღე ახალ-ახალი სიზმრები რო ვნახო, იმ სიზმარს მაინც ვერ ვნახავ, რომელიც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მოხდა. გუჯაჯიანი როგორც ძიუდოისტი თუ გუჯაჯიანი როგორც ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი? რა თქმა უნდა, როგორც მთავარი მწვრთნელი. რატო? იმიტომ რომ მე იქ ის სიამოვნება არ მიგზნია, რაც მე მწვრთნელობა მომანიჭა და შესაბამისად რომელიც უფრო მომწონს და რომელმაც უფრო მას სიამოვნა ის. ბევრი ამბობს იმას, რომ სპორტსმენობა უფრო გაცილებით მეტი კომფორტია ვიდრე მწვრთნელობა. იყო მწვრთნელობაშიც რაღაც დაბრკოლებები მქონდა, რა თქმა უნდა, ამ სამწვრთნელო კარიერის აწყობის გზაზე არ იყო იავარდით მოფენილი ჩემთვის და ძალიან ბევრ სირთულეებს გადავაწყდი. როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად, ისე მორალურად, ისე ფსიქოლოგიურად, აი ძალიან ბევრი პრობლემა დამხვდა, მაგრამ იქ სადაც ერთხელ უკან დავიხიე ამ ყველაფრის წინაშე, მეორჯერ არ მივეცი ჩემ თავს უკან დახევის უფლება და დღეს აქ ვარ, სადაც ვარ. მაგრამ მწვრთნელობა როგორ შემიძლია შევაფასო, რომ სპორტსმენობაში შენ თვითონ ასრულებ იმ მოცემულობას, ანალიზის უნარი არ გაგაჩნია სპორტსმენს, ну მეტნაკლებად, ამას არ ქვია ანალიზი ამ შესახედიდან მწვრთნელს შეუძლია შეაფასოს და ძალიან დიდი სიამოვნება არის მაგალითად მუნჯურად აი რაღაც ხელების ჟესტიკულაციით, რომ შენ სპორტსმენს როცა ასპარეზობს ძალიან მარტივ მაგალითს ვიძახი, იმის იქით ძალიან დიდი პროცესია, რომ რა უნდა გააკეთოს. პირობითად ორი ფეხი რო აქ არის და აქ რო არ უნდა ჩახდეს და აქ რო უნდა ჩახდეს და რაღაცას რო აჩვენებ და შენი გონებით რომ სპორტსმენი მოქმედებს და გიმართლებს, ამაზე მეტი სიამოვნება ჩემთვის ახლა ფაქტიურად არ არსებობს და ეს მე მიგრძვნია. როგორ გაიხსენებ შენ ბავშვობას და შენს ურთიერთობას ძიუდოსთან ბავშვობაში? ჯერ პირველ რიგში გავიხსენებ და შევაფასებ ისე, რომ ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა და რეალურად სხვა საშუალება არც იქნებოდა იმ პერიოდში, რომ არა ძიუდო ალბათ მე ვერ გადავრჩებოდი როგორც ადამიანი. იყო, იცი, ერთი თაობის ხალხი ვარ და იცი რა იყო მოდაში ჩვენ ბავშვობაში, იცი როგორ უნდა გეკეთებინა ცხოვრებაში, რომ გადარჩენილიყავი. მე ძიუდო მარტივად გადამარჩინა და პირიქით შემქმნა როგორც პიროვნება ძიუდო. და მისთვის ძალიან დიდი მადლიერი ვარ მე მისი. რაც შეეხება როგორი იყო გზა, რა თქმა უნდა, ხიბლებით დაიწყო ეს ყველაფერი, იყო ოჯახის სურვილი, იყო ძალიან ბევრი რამ, მაგრამ მთლიანობაში ძიუდო იყო ის, რომ განათებული დარბაზი იყო სადღაც და ის იყო ძალიან ლამაზი და ის იყო მექა, ის იყო ტაძარი, ყველაფერი იყო, სადაც სულით და გულით მივდიოდი და ჩაბნელებულ თბილისში არ მიწევდა ქუჩაში დგომა. ამან შემიწყო ხელი. მაგრამ იმის შემდეგ უკვე აქ როგორც მწვრთნელი, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა დამხვდა მე, როგორც სპორტსმენს. იყო თავდადებული მწვრთნელი დამხვდა, ამაში დამეხმარა მე, რომ დავჩენილიყავი ჩემი მწვრთნელის პროფესიონალიზმი და აი უანგარო ძიუდოსადმი სიყვარულეს გურამ მოდებაძეს გულისხმობ მის კლუბში ყოფილ პლეხანოვზე აღმაშენებელზე განთიადის დარბაზში მივედი, ახლა უკვე შევარდენი 2005 და ძალიან დიდი სიყვარული, შრომა, ძალიან დიდი ჩადებული და ამან განაპირობა რომ მე შემოვრჩი ძიუდოს. გულისხმეთის ნაწილში მართლაც რომ აი არ იყო მესმის ქვეყანაში რა სიტუაციაც იყო, არ ქონდათ ადამიანებს იმ სიყვარულის გაცემის საშუალება, რა სიყვარულიც მაგალითად დღეს ძიუდოს ფედერაციამ მთლიანად ძიუდოში ჩადო. არ ქონდათ მწვრთნელებს ისეთი სიყვარულის გაცემის საშუალება, როგორიც მაგალითად მე როგორც შევიყვარე ძიუდო. ვფიქრობ ეს არის მიზეზი და ამას ძალიან ბევრმა რამემ შეუწყო ხელი, რომ მთლიანობაში სადღაც გულისწვეტა, მაგრამ მე არ ვჩივი არაფერს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩემი ძიუდოში მისვლა გამართლდა და ძიუდოთი დაკავება. თვლი თუ არა შენ რომ ყველაფერი გაიღე ძიუდოსთვის ლაშა, თუ მაინც დააკელე? 10%. 90 არა. 90 არა.
და რა იყო ამის მიზეზი? რა იყო ამის მიზეზი? ისევ არაპროფესიონალიზმი, არ ვიცოდით რა იყო საკეთებელი და ნეგატიური ძალები, რომელიც ხელს გიშლდნენ სპორტის კეთებაში, სუბიექტური დამოკიდებულებებით, იმ თემაში მიუყვებოდით, თუმცა სიმართლე არის ის, რომ არ უნდა გაყვე და შენი საქმე უნდა აკეთო და ხელის შეშლას ვერავინ ვერ შეძლებს ვერასდროს სპორტსმენისთვის, ვინც რა არ უნდა ეცადოს, მაგრამ ისევ ჩემი არაპროფესიონალიზმი, გაუცნობიერება, რა ჭირდებოდა სპორტს და დავაკელი ძალიან ბევრი რამე, რომ ზოგს ემოციაში გავყევი, ზოგს არ გავყევი პროფესიონალიზმში და მთლიანობაში მარტო მე დავზარავდი. პროცენტული მაჩვენებელი რო სხვანაირად ყოფილიყო. 90% ყველაფერს მოვიგებდი აბსოლუტურად. აი ეს მინდოდა გამეგო. იმიტომ რომ როგორც მწვრთნელმა ხო ყველაფერი კი, შეუძლია. და როგორც ძიუდოისტი? ყველაფერს შეუძლებდი. იმიტომ რომ 10%-ით შევძელი ის რომ ვარ ორჯერ მსოფლიოს პრიზიორი, ნუ არ დავიწყებ ახლა მაგაზე ლაპარაკს. ფაქტია ის რომ მე ძიუდოს კეთება შემეძლო როგორც პირად ასპარეზობაში. სპორტულ კარიერაში და არა სამწვრთნელოში, ეს არის ფაქტი და მე მისთვის რაც მე ძიუდო მომცა, მე იმისთვის 10% მაქვს ჩემი შესაძლებლობის გაცემული. ესეც შეიძლება ხომ აღარ ნათქვამი. შეიძლება ახლა მე როგორც ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი გუჯეჯიანი მეждდეს წინ გადაცემა. ხომ არა დღეს ლაშა გუჯეჯიანი მაგას არ ნანობს, ლაშა არ ჩენ არ იდარდო მაგაზე, იმიტომ რომ მე უკეთესი პირობით, უკეთესი კარიერა შევიქმნი ჩემთვის, ვიდრე ვიყო ოლიმპიური ან მსოფლიო ჩემპიონი პირად ასპარეზობაში, გულწრფელად გეუბნე. მე მიგრძნია მსოფლიო ჩემპიონობა ტატო გრიგალაშვილის, როგორც საკუთარი ისე მიგრძნია. ევროპის ჩემპიონობა მიგრძნია. მიგრძნია ოლიმპიური ჩემპიონობა ლაშა ბექაურის. აი რა ჩემი სპორტსმენების წარმატება როგორც საკუთარი ისე მიგრძნია და ამას დავამატოთ კიდე ჩემი სამწვრთნელო კარიერაში მიღწეული წარმატებები და მე მგონი მე რომ აქვს კომფორტი სპორტული და საკვები მიღებული ბევრს არ ექნება ეგეთი. რითი იკვებება დღეს ლაშა გუჯეჯიანი და რა არის მისთვის უმთავრესი ცხოვრებაში? გარდა ოჯახისა, რა საკვირველი? უმთავრესი, იცით, ემოციურად აღარ შემიძლია მე ამ ყველაფრის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ სადღაც უკვე დიდი მიზნები აღარ მაქვს. მაქვს ძალიან მოკლე. თუმცა ძალიან დიდია ისიც ცალკე აღებული, ეს არის ერთ ოლიმპიურ ოქროზე მეტი ოქრო, ორი თუნდაც, სამზე უარს არ ვიტყვი და 7-ზე. ხო, და 7-ზე. ხო. ანუ ერთზე მეტი საღების სურვილი მაქვს და ეს რაც ემოციას იწვევს ჩემში, რომ რასაც კითხვიდან გამომდინარე, არის ოლიმპიური ოქრო შერეულ გუნდში. ეს ორი мотиваცია მაქვს დარჩენილი და იქ სადაც სიამოვნებას მგვრი და ჩემი მიზნები, აქ ძალიან ბევრი რამე იყო. ეს ორივე პლუს ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ყავს, მე მინდოდა რომ მე მყოლო და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ყავს, მინდოდა რომ ორგზის მინიმუმ მე მყოლო და, ნუ მესმის სუბიექტური, მაგრამ არავის ხელს არ უშლის, სხვამ გააკეთეს, ბოროტულად არ მინდა ეს ჟღერდეს. აი ლაშა გუჯეჯიანის პირველი წარმატება მწვრთნელის ნაკში, რომელიც ალბათ არასოდეს არ დაავიწყდება, რაღაც გამორჩეულად. გამორჩეული იყო ახალგაზრდებში 2019 წელს. სკანდინავიაში, ფინეთში გამართული ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე 7 წონითი კატეგორიიდან დავაყენე 5 წონით კატეგორიაში სპორტსმენები. და ავიღე 5 ოქრო და ვერცხლი და ბრინჯი. აქედან დაიწყო შენი აღმავლობა. ხო, იქ ვირწმუნე, რომ რაღაცა ძალა მეხმარებოდა და მარტო რო არ ვიყავი, აი მაგ შეჯიბზე ვირწმუნე, რომ შეიძლება სიამოვნება მივიღო მე სამწვრთნელო კარიერაში. მარცხი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება, რაც შენ განიცადე შენ ძიუდოისტებთან ერთად. ყველა მარცხი დავიწყებული მაქვს, იმიტომ რომ ჩემ გუნდში, იმ გუნდში, რომელსაც ჩვენ ვეხებით, ეხა ესე, უბრძოლველად მარცხი არ გქონია და ბრძოლაში მარცხი ჩემთვის მისაღებია. გულისწყეტის ნაწილში ძალიან ბევრი გულისწყეტა მაქვს და ერთადერთი მიზეზით, როცა რომელიმე მათგანს ჩემი რომელიმე კონკრეტული მოქმედების არ ჯერა. ეს არის ყველაზე დიდად გულდასაწყოთი ჩემთვის. ძალიან ბევრი. რა ჩვენი მშობლები არ გვიწყენინებენ. რა თქმა უნდა, თავისთავად. დღესაც ეგრეა, ყოველთვის მე და მე ვფიქრობ, რომ მართლებია. გაიზრდებიან და მე მიხვდებიან. კი, კაცები არიან, ოჯახები ყავთ, მაგრამ სპორტსმენობაში ვფიქრობ, ისინი ესეც სრულ ანალიზს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ სანამ გვერდიდან არ შეაფასებენ, მანამდე სადღაც რაღაც ზღვარი არსებობს.
იცი რა, მინდა კითხო ილიას ფინალთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით თითოეული ჩვენგანი რა განცდები იყო იქ და შესაბამისად პრაქტიკულად ოქროს медали ჩამოგხსნა იმ ადამიანმა ისე რომ არაფერი არ გაუკეთებია. ვაჩუქეთ. ყანას რო დათესავს ან ვას მოულის და ბოლო მომენტში რთულობამდე რო დაუსეტყვავს, რა განცდა ექნება. ეგეთი დამოკიდებულება არის. აი მაგალითად შვილი რო რაღაცას შეწუდა და რაღაცას ხელი მოკიდა, მაგრამ რო უნდა მოხსნას წარმატება, რო უნდა მოიპოვოს და ხელი რო გაუსხდება და გაექცევა ეს. აი ეგეთივე განცდა მაქვს თითოეულ მათგანზე და რაც შეეხება ილიას მარს, რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია. ეს არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ძიუდოსთვის, იმიტომ რომ მსგავსი გარანტირებული ოქროს медали ჩვენ არა ბექაურმა ხომ მოიგო. ბექაური ხო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ყავს. აი მის ოქროს შემიძლია შევადარო ის რომ იმდენად რეალური ოქრო გქონდა ჩვენ პარიზის ოლიმპიადაზე. გარანტირებული ოქრო გქონდა. და აღარ გვაქვს. კრიტიკის ნაწილში ვერ გავაკრიტიკებ, იმიტომ რომ სადღაც ჩემი ბრალიც არის, სადღაც ჩვენი ბრალია ყველასი, რომ ეგ ვარიანტიც გასავლელი იყო, ალბათ დავაკელი მე წვრთნაში ის რომ იმდენად აშკარად და იმდენად რეალურად ვერ დავანახე რომ ის ოლიმპიური ჩემპიონი შეიძლებოდა რომ გამხდარიყო. ილია სულამანიძემ ფიქრობ რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ყველაფერი, მაგრამ ის ხეზი ასვლა არ იყო ნასწავლი მასზე რომ ეს ოლიმპიური ჩემპიონობა ეზიდა. თუნდაც ის ბოლო წამები. უბრალოდ ვერ ზიდა და იმ ადამიანმა კი არ ჩამოხსნა. ჩვენ დავკიდეთ მას ეს ოლიმპიური ოქრო და ვფიქრობ, რომ ალბათ ესეც სუბიექტური დამოკიდებულება, რომ აკრიტიკაში ვეღარ შევდივარ. არ არის ეგ მძაფრი, იმიტომ რომ მე დასკვნილი მაქვს და აღიარებული მაქვს ჩემ თავთან, რომ ილია სულამანიძე არის ოლიმპიური ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, ამ ორივე ტიტულის გამსაზღვრელი ტიპია დათამზე. და არ შეიძლება მას კრიტიკა ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ ეგ სუფთა სამწვრთნელო შტაბის, მწვრთნელების და ჩვენი ბრალია ის, რომ მან ეს ტვირთი ვერ ზიდა თუნდაც 4 წამი. ბექაურზე მინდა კითხო და პირველი ოლიმპიური ოქრო. ლაშა ის რაც ხდებოდა ოლიმპიადამდე ერთ თვით ადრე ყველას გვახსოვს, ხო? მისი ტრავმა, მისი მხარი, აი ეს გაურკვეველი ვითარება საბოლოო ჯამში, მაგრამ მე იცი რა, ზოგადად ვერიდები ხოლმე სიტყვა ფენომენის ხმარებას და გამოყენებას, ხო, და ბექაურის შემთხვევაში ვერ მოვერიდები, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი არის მართლა ფენომენალური, ნიჭით დაჯილდოვებული და ეს ფიქრი მე გამიმყარა იმ პირველმა ოლიმპიურმა ოქრომ, რა პირობებშიც ამ ბიჭმა ეს შეძლო. მსგავსი არც მინახავს, არც გამიგია. ყველაზე და ყველაფერზე მაგარია. მოტეხილი ხელით, მხრის 80% მოტეხილობით გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მე მგონი ეს უკვე ეს იდეადია, რომ არ ვილაპარაკოთ მეორე ოლიმპიურ ოქროზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქართველ ძიუდოის მოსაპოვებელი აქვს. ლაშა ბექაური არის ლაშა ბექაური და მისი მანერა, მისი სტილი, მისი დამოკიდებულება, მისი ბრძოლის უნარი შესადარს ვერ გეტყვით. ცალკეა. ცალკე სხვა რამეა რა, ამას ეხა ესე პატარა ბოდიში პატარა არა. ესე პატარა დროში ესე ვერ ავხსნით. კაი, რესურსზე უფრო დიდი აუდიტორია დავაუნდა, საპირისპიროდ პროფესიონალები უნდა მეჯდნენ, კრიტიკოსები უნდა მეჯდნენ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომ მე ხმალი ამოვიღო და დავამტკიცო, რომ ეს ესეა. ჭირდება მაგას დამტკიცე. თუ ვინმე სჭირდება რა. მე არ ამბობ, ვინმე სჭირდება. იმდენად ძლიერია, რომ ცოტა დავაში მინდა რომ დამტკიცო. მის რესურსზე მინდა კითხო. მე მგონია რომ მას შეუძლია 5 ჯერ მოიგოს ოლიმპიური თამაშები თუ რესურსზეა. სანამ ბექაურს პირში სული უდგას, ოდნავი სპორტულობა შეინარჩუნოს, ყოველთვის იქნება ბექაური. იმდენად მაგარია. ხა მე ძალიან მაგარია. კარგი. ეხლა მინდა ისე დაუბრუნდე ლაშა გუჯეჯიანს, მის ცხოვრებას და მისი ცხოვრების რაღაცა ახალ წამოწყებას, რომელიც მე გავიგე. და ძალიან საინტერესოს. რა ხდება? რა ხდება? ძიუდო, რა თქმა უნდა, ძიუდოთი შემოვიფარგლები, ძიუდოთი ვარ, ძიუდო ვარ. ძიუდოში ვარ, მაგრამ სპორტი იმდენად დიადია, რაღაცა ძიუდოს როცა ვეხებით, სადღაც არის, რომ აი
ბავშვს რო ეხუტები კოცნი და რო არ ყოფნის. იგივე დამოკიდებულებაა ამ შემთხვევაში. სულ გააგრძელოს მოფერება. და ვფიქრობ, რომ ჩემი ჰობი რაღაცა მქონდა, გამაჩნდა ჰობი, რასაც ნადირობა ერქვა და ამ თოფის იარაღის რაღაც სიყვარულმა მიმიყვანა სასტენდო თოფის როლაზე და ჩავერთე სპორტინგში და კომპაქტ სპორტინგში ვისვრი. საკმაოდ აპლოდისმენტებსაც და შექებასაც ვიმსახურებ უკვე და ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში რეალური გახდება ეს ჩემი მიმართულება და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავტკბე რაღაც ჩემი მე ძიუდოში ახლა ვერ გავალ ტატამზე და ვერ ვისიამოვნებ იმითი, რომ რაღაცა ფანდები შევქმნა, რაღაცა, მაგრამ მე როგორც სპორტსმენს გამიჩნდა სპორტით ტკბობის საშუალება და ეს გახდა ჩემთვის სპორტინგი და კერძოდ სასტენდო თოფის როლა. და ამას ძალიან სერიოზულად მოეკიდე და შესაბამისად მე ვიცი რომ შენ თან ახლა უკვე საერთაშორისო იმ დონეზე ხარ უკვე რომ საერთაშორისო ტურნირებსაც გავისვრი აუცილებლად, ეხლა მალე მიწევს ტურნირის და სადებიუტო იქნება? საქართველოს მასშტაბით მისვრია. არა, საერთაშორისოზე სადებიუტო იქნება აუცილებლად. ნუ ნადირობის შესახებ ვიცი ეს რო გიყვარს და შესაბამისად ეს გარკვეულწილად ადრენალინია შენთვის და ალბათ ნადირობის სურვილი უფრო შესუსტდა ჩემში იმდენად ვიხარჯები სპორტინგში, იმდენად მომწონს ეს მიმართულება, სადაც არ მედის რაღაც, არ მინდა ვახსენო ეს სიტყვები. ანუ ასე ოდნავ უკვე ზრდასრულ ასაკში აღმოაჩინე რომ შენთვის არსებობს კიდევ რაღაც განსაკუთრებული ის რაც ჩემია, ის აღმოაჩინე. აუცილებლად ჩემია. აქამდე ძიუდო ხო იყო შენი? აქამდე ძიუდო იყო, მაგრამ სპორტინგმა როგორც სპორტსმენი შესაძლებლობები და უნარით დამანახა სასტენდოს როლამ, რომ რომელს შეიძლება სასტენდოს როლაში უფრო წარმატებული ყოფილიყავ. ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდე და სად გადის ლაშა გუჯაჯიანისთვის ბედნიერების ზღვარი? თუ არსებობს საერთოდ? რა თქმა უნდა. არ ვიქნები ხა ესე არ დავკონკრეტები რომ ოჯახი შვილები რაღაც ეგრე არა. ბედნიერების ზღვარი არის იქ, სადაც საქმეს ეკიდები სიყვარულით. სიყვარულითვე გიბრუნდება შედეგი და შენ ნაშრომ როცა რეალურად გიფასდება, ეს არის ლაშა გუჯაჯიანის ზღვარი, სადაც მას კომფორტის ზონა აქვს. და ბოლოს კითხავ მაშინ. როდის იტყვის ლაშა გუჯაჯიანი იმას, რომ მე ჩემი მაქსიმუმი თუნდაც ამ შემთხვევაში ძიუდოში როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმომცემლმა გავაკეთე და ამაზე ზემოთ შესაძლოა ჩემთვის შედეგი აღარ არსებობდეს. იცი, ლაშა მე რამოდენიმე ინტერვიუში არ მახსოვს კონკრეტულად შენთან თუ ზოგადად ვისთან მაქვს ეს ნახსენები, მაგრამ რაღაცა ხმამაღლა ვიტყვი, რომ აი ჩემი შესაძლებლობების, აი მე მივახციე და მე მაგარი ვარ და ესე ვარ, ისე ვარ, თუ ჩვენს ქვემოთ იდგებოდა როდესმე იაპონიის ნაკრები. და ეს მოხდა. მაგრამ ახალი мотиваცია მაქვს, ახალი სურვილები გამიშა და ადამიანები ვართ რა. მე მგონი რომ მაგას ვერაზოს ვერ ვიტყვი. და რომ უმეტი სურვილი მექნება, მე ვიქნები სპორტში, მწვრთნელის ამპლუაში თუ არ ვიქნები, მე მუდმივად მენდომება ახალ-ახალი მიზნებით საქართველოს ეროვნული ნაკრები ძიუდოში იყოს ყოველთვის ყველასგან და იმ სხვადასხვა სტატისტიკებიდან ყოველთვის საუკეთესო მონაცემებში მინდა და მენდომება აუცილებლად და დღეს თუ არ მახსენდება კონკრეტული ფაქტის წინაშე როცა დაუდგებით, მაშინ გამახსენდება და მომაფიქრდება თუ რა მინდა მომავალში. ხო, მე ჩემი მხრივ ერთს ვისურვებდი, შენთვის რა საკვირველია და ჩვენთვისაც და ზოგადად ეს მთელი ქვეყნისთვის არის, არა მხოლოდ გუჯაჯიანისთვის ნათქვამი სურვილია. ძალიან ბევრი ოქრო მინდა, რომ შენი ხელმძღვანელობით საქართველოს ძიუდოის ნაკრებმა კიდევ მოიპოვოს. მინდა ტატო გრიგალაშვილის კიდევ არაერთი მსოფლიო ჩემპიონობა და ოლიმპიური ჩემპიონობა აუცილებლად იქნება. ილიას ულამაინძის, ისევე როგორც ლაშა ბეკაურის და იმ ბიჭების, რომლებსაც ჩვენ ველით მოახლოებულ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე და მე ღრმად ვწამს, რომ ისევ შენ იქნები სათავეში და ისევ შენი ხელმძღვანელობით საქართველოს ძიუდოისთან ნაკრები დაბრუნდება სამშობლოში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედლით. სურვილი მაქვს. დანარჩენი ვნახოთ. ღმერთი მოგცემს ამის საშუალებას. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ მიყვარ შენთან ინტერვიუს გაკეთება, რომ ყოველთვის ძალიან სხარტი, ძალიან საინტერესო და რასთავარია. ძალიან რაღაცნაირი აი სუფთა და გულწრფელია. მადლობა შენ და წარმატებები. მადლობა შენ. პირად ცხოვრებაშიც და რასაკვირველია
სპორტული მიმართულებითაც. ლაშა გუჯეჯიანი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მსმენელი იყო. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო, ყველაზე საინტერესო რესპონდენტია, საინტერესო პასუხებით, რასაც პირველია და რა თქმა უნდა გულსმელი პასუხებით. მადლობა მას და წარმატებას უსურვებთ მას და მადლობა თქვენ, რომ იყავით ჩვენთან ერთად, ავდევნებთ ჩვენს გადაცემას თვალს და გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით და გვირდებით, რომ ერთ კვირაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისევ 3 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე. კვირა დღეს ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და შევეცდებით შემოგთავაზოთ არანაკლებ საინტერესო ინტერვიუ. კარგად გრძანდებოდეთ.